დესტაფონის მეორე საჯარო სკოლა ახალი სასწავლო წლიდან 1200 მოსწავლეს სრულიად განახლებულ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სივრცეში მიიღებს. მეორე სკოლაში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე განათლების მეცნიერების ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, მაჟორიტარ დეპუტატთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. მთავრობის მეთაური მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად სკოლაში განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო და პედაგოგებს შეხვდა. აღნიშნა, რომ განათლების სისტემის ძირეული რეფორმირება მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. სკოლაში სასწავლო სივრცეებთან ერთად ფუნქციონირებს ლაბორატორიები, შიდა და გარე სპორტული მოედნები, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი, რესურს ოთახი და სხვა. სკოლა ადაპტირებულია შშმ პირებთან. ჩვენი სკოლის სრული რეაბილიტაცია დაიწყო 2023 წლის 16 ნოემბერს, დასრულდა მიმდინარე წლის 15 აგვისტოს. მანამდე სკოლა არ იყო ადაპტირებული, არ ჰქონდა ეს პირობები, რაც დღეისათვის უკვე გააჩნია ჩვენ სკოლას, არ იყო კეთილმოწყობილი. დღეისათვის უკვე სკოლაში არის სრულად ადაპტირებული, მოეწყო ლიფტი, ყველა წერტილში შეუძლია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს გადაადგილდეს, მოეწყო საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, რესურს ოთახი, კომპიუტერული ლაბორატორია, გარე მოედანი, შიდა სპორტული დარბაზი, ასე რომ ყველა აღჭურვილობით რესურსებით სკოლა უკვე მდიდარია. მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი მოსწავლეთა შედეგების მიღწევისათვის და ამან უკვე შედეგიც დავდო, რომ წელს ჩვენ გვყავს უკვე 100 პირველკლასელი, გაიზარდა დაინტერესება ჩვენი სკოლის მიმართ და შევეცდებით ყველაფერს, რომ უკეთეს შედეგებს მივაღწიოთ. საკმაოდ დიდი თანხა დაჯდა ჩვენი სკოლის რეაბილიტაცია, 9 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა და ყველაფერ ამისათვის მადლობა ჩვენს ხელისუფლებას. ყოველი სასწავლო წლის დასაწყისი სასიხარულოა. ბედნიერები ვართ, მაგრამ წელს განსაკუთრებულია, იმიტომ რომ ჩვენ ვიწყებთ სწავლას 2025-26 წელს ვიწყებთ ახალ რეაბილიტირებულ თანამედროვე სტანდარტების მქონე სკოლაში. და უნდა გითხრათ, რომ ჩვენი სკოლა უდიდესი ისტორია 1878 წელს დაარსდა ქალაქ დესტაფონის ცენტრში პირველი ორკლასიანი სასწავლებელი, რომელიც შემდეგ 4 წლედად გადაკეთდა, შემდეგ 7 წლედად და 1928 წელს გადაკეთდა საშუალო სკოლა და სწორედ ამ წელს ეწოდა მეორე საშუალო სკოლა. 1956 წელს გადმოვიდნენ ამ შენობაში და წელს უკვე ახალი სტანდარტებით მოცულ სკოლაში ვიწყებთ სასწავლო წელს და აი ეს უფრო მეტ мотивაციას გვაძლევს, უფრო მეტი შემართებით დავიწყებთ ახალ სასწავლო წელს. და უნდა გითხრათ, რომ ამ სკოლამ არაერთი სანიმუშო მოქალაქე გაუზარდა ქვეყანას და ჩვენ ვამაყობთ. საამაყოც ალბათ ბევრი გვაქვს. მეორე საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ 9 მილიონ 162,850 ლარი შეადგინა.